მოკლედ, ვატარებ ექსპერიმენტს. ვაერთიანებ ბარბარე ჯორჯაძის 2 რეცეპტს. ვარდის მურაბა, გამომცხვარი იხვი. ეხლა მე მოვამზადებ იხვს ვარდის მურაბასთან ერთად. ამ შემთხვევაში ვარდის მურაბა ასრულებს соуსის ფუნქციას. ეს არის 2 ძველი რეცეპტი, რომელიც ამოვიკითხე ბარბარე ჯორჯაძის წიგნში და გადავწყვიტე ჩავატარო ექსპერიმენტი. გავაერთიანო ეს 2 რეცეპტი და ფიქრობ, რომ მივიღებ ძალიან საინტერესო და ძალიან გემრიელ შედეგს. დავიწყოთ. პირველ რიგში ვარდის მურაბა, რომელსაც მე თვითონ მოვამზადებ. ესეც ჩემთვის ექსპერიმენტია, ჯერ ვარდის მურაბა არასოდეს არ მომზადებია. აქ მაქვს წითელი ლამაზი ვარდები, ძალიან არომატული. გადავიტანოთ ჯამში დაბალ ცეცხლზე. დაახლოებით 5 მთლიანი ვარდი დამჭირდა ამისთვის, რომ აი ამ რაოდენობის ფოთლები მიმეღო. დავასხათ ცოტა წყალი, დაახლოებით 200 მილილიტრი. შაქარი, ცოტა ბლომად. 400 გრამი შაქარი. დარჩენილი წყალი ზემოდან დავასხათ. ძალიან ტკბილი და ნაზი გამოვა ეს მურაბა და ციტრუსის ეს გემოც ბოლომდე დაასრულებს და უფრო განსაკუთრებულ გემოს მიცემს მურაბას. ჩავაწუროთ ნახევარი ლიმონის წვენი, რადგანაც ნამდვილად არ მინდა რომ ლიმონი იყოს დომინანტი ამ შემთხვევაში, ანუ მისი გემო. ვადუღებთ იქამდე სანამ ფოთლები ბოლომდე არ გაუშვებს თავის არომატს, სანამ არ შესქელდება და ცოტა მოვარდისფრო ფერსაც არ მიიღებს მასა. სანამ მურაბა წამოდუღდება, მოვამზადოთ იხვი. აქ მაქვს მთლიანი გასუფთავებული იხვი, რომელსაც მარტივად, გემრიელად შევკმაზავთ. ეს არის მშრალი ნიორი. საკმაოდ ცხიმიანი არის თვითონ იხვი. ამიტომ ცხიმს არ დავუმატებ. ეს თავის არომატსაც მისცემს. ცოტა კოჭა. ბარბარე ჯორჯაძე ხშირად იყენებს თავის რეცეპტებში კოჭას, მით უმეტეს ფრინველის ან ხორცის მოსამზადებლად, ამიტომ მეც გადავწყვიტე, რომ კოჭა დამემატებინა ამ რეცეპტში. კარგად წავუსვათ. მარილი. და მდოგვი. დოგვი თავისებურ ფერსაც მიცემს. თითქმის მზად არის. ამოურიოთ მურაბას. აი უკვე შეიცვალა ფერი, ვარდისფერი წვენი გაუშვა ვარდმა. ეხლა უნდა იდუღოს. დაახლოებით 5-7 წუთი. დაიწევს სითხე, უფრო სქელი გახდება, ბლანტი, უფრო მკვეთრი ვარდისფერი იქნება და ესე იგი მზად არის. მზად არის. მურაბამ ძალიან ლამაზი და მუქი ფერი მიიღო. გადავიტანოთ იხვი გამოსაცხობ ფორმაში. და მოვასხათ ცოტა არომატისთვის და ფერისთვისაც ვარდის მურაბა. მე ვფიქრობ, რომ ფრინველს ძალიან უხდება ეს მოტკბო გემო, მით უმეტეს ვარდის ნაზი მოტკბო გემო.
და ვაცხობთ 180 გრადუსზე 1 საათით. გადმოვიტანოთ თეფშზე. კარგად ოქროსფრად დაიბრაცა. და ბოლოს კიდევ ერთხელ მოვასხათ ვარდის მურაბა, ოღონდ ვარდის ფურცლებთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპერიმენტი. ეხლა რა თქმა უნდა გავსინჯოთ. პატარა ნაჭერი ჯერ. კარგად ვარდის მურაბაში. ძალიან ნაზიგე მოაქვს. ძალიან მსუბუქი სიტკბო აქვს და ხორცს ძალიან უხდება. ძალიან მაგარი გამოვიდა. მოკლედ მე კმაყოფილი ვარ.